მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა კვირის ბოლოს დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად უფროსებმა როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ბავშვის სწავლის მოტივაციას. მე ვეცადე რომ ეს პრეზენტაცია ისე მომემზადებინა, რომ ეს ყოფილიყო სასარგებლო ზოგადად უფროსებისთვის, მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც. დღეს მე მინდა ვისაუბრო თქვენთან ორ რაღაცაზე, ის რაც დასრულ ადამიანს სჭირდება, ეს არის თვითრეგულაცია და თვითეფექტურობა. ორი რამეა, რაც ჩვენ გვჭირდება ბედნიერი ცხოვრებისთვის. ის რომ ჩვენ მოვახერხოთ ჩვენი ქცევის თვითრეგულაცია, ისე რომ თოფით არავინ არ დაგვადგეს და ჯოხით და ეს ჩვენ თვითონ გვინდოდეს და არ ვიტანჯებოდეთ ამით. და მეორე, ჩვენ გქონდეს ადეკვატური თვითშეფასება, არ გავუფასურდეთ, როცა რაღაც არ გამოგვდის, როცა წარუმატებლები ვართ, არ გვეშინოდეს შეცდომის და ჩვენ ვიცოდეთ და გვჯეროდეს, რომ ნებისმიერ პრობლემას ჩვენ გავუკლავდებით ან ჩვენით, ჩვენი რესურსებით, ან ჩვენი ახლობლების, ან ნაცნობების დახმარებით. ანუ ეს არის თვითეფექტურობა, ეს არის ალბეთ ბარდურას ცნობილი ფსიქოლოგი იყო, სხვათა შორის საბჭოთა კავშირის წასული თავის დროზე. ანუ ეს ორი რაღაცა ჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ადაპტირდეს გარემოში ერთი და მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. რატომ გავაკეთე ამაზე აქცენტი და ჩვენ ლოგიკა ჩემი პრეზენტაციის ესეთი იქნება. ერთია როგორ დავეხმაროთ. კი, რეცეპტი არ არსებობს ჯერ ეს ერთი. დავიწყოთ აქედან. იმიტომ რომ ყველა ბავშვი არის ძალიან ინდივიდუალური, არსებობს რაღაცა ზოგადი კანონზომიერებები. როგორ გამოვაცხოთ პური, ვთქვათ. მაგრამ აი ესეთი კონკრეტული რეცეპტი კი ბოლოში ეს იქნება. მაგრამ მე მინდა ჩვენ დავინახოთ ლოგიკა, რატო არ უნდა მოვიქცეთ ესე და მოვიქცეთ ისე და რატო უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ბავშვი იყოს დამოუკიდებელი, მას კონდეს ქცევის ჩარჩო, არ გვეგონოს, რომ ვაიმე შავ დღეში ჩავარდება თუ დაიძაბება და რაღაცა სტრესში ჩავარდება. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ მისთვის ნებისმიერი პრობლემა იყოს გამოწვევა და არა სტრესი. იმიტომ რომ სტრესი სუბიექტური მდგომარეობაა, სხვათა შორის. სტრესი არ არის ობიექტური რეალობა. სტრესი არის სუბიექტური მდგომარეობა, იმიტომ რომ სტრესი აღმოცენდება მაშინ, როცა ჩვენ გვგონია, ან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი რესურსი ვერ აღემატება იმ პრობლემას, რომლის წინაშე ჩვენ მდგევართ. ანუ პრობლემა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობები. მაშინ გვაქვს ჩვენ სტრესი და ეს არის ძალიან სუბიექტური რამე და მიმდინარეობს ჩვენ ორგანიზმში. ამიტომ ცოტა შორიდან მოუვლი მე, ესე იგი, ჯერ განვიხილავ თქვენთან ერთად, რა არის სწავლა და დასწავლა და რატო არის ერთმანეთისაგან განსხვავებული. learning ინგლისურად ორივეს გულისხმობს და კონტექსტში უნდა მიხვდე, რომელ სწავლაზეა საუბარი. ქართულში ეს ორი რამე, ნებისმიერი სწავლა და უნებლიე სწავლა სხვადასხვა სახელი აქვს. ერთი არის დასწავლა და მეორე არის სწავლა. და რატომ არის რომ დღევანდელ ბავშვებს სადღაც უკვე მე-3-4 კლასში სწავლა არ უნდათ. ეს არის ფართოდ გავრცელებული სენი, როცა ბავშვი იძახის რომ არაფერი არ მინდა, არაფერი არ მაინტერესებს და ეს განსაკუთრებით უკვე მაღალ კლასებში ძალიან კარგად ჩანს და მშობლები და მასწავლებლები არიან შეშფოთებულები, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ესე არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც ესე გამოვიდა. სწავლა გამოცდილების მიღების პროცესია. ჩვენი ტვინი სწავლობს როგორც კი ვიბადებით, მუცლად ყოფნის დროსაც სწავლობს და მერეც სწავლობს სიკვდილამდე. ანუ ჩვენ როცა გვძინავს, ტვინი მაინც სწავლობს. ეს არის ერთადერთი ორგანო ჩვენს ორგანიზმში, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად იღებს გამოცდილებას. ეს სწავლა შეიძლება ოღონდ იყოს ისეთი, რომ ჩვენ ამის შესახებ ვიგებდეთ, ანუ ეს იყოს ცნობიერი,
ეს იყოს ნებისყოფით გაშუალებული, არ გინდა, მაგრამ გამოცდა უნდა ჩააბარო და იძულებული ხარო შენი მეცადინო და ეს შეიძლება იყოს სრულიად უნებლიე, სასიამოვნო, არაცნობიერი, შენ ისე სწავლობდე, რომ ვერც იგებდე, რომ რაღაცა ისწავლე და მე აღმოაჩე, რომ ესენი იცი. ჩვენი თავის ტვინი, როგორც გითხარით, მუდმივად სწავლობ და დასწავლა, როგორც ასეთი. არის მხოლოდ ისეთი პროცესი, რომელსაც აქვს მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცნობიერებული. აი სკოლაში ჩვენ ვართ დასწავლის სიტუაციაში, როცა უნდა პრეროგატივა, მინდასა და უნდას შორის არის სერიოზული განსხვავება, როცა ჩვენ უნდა ნებისყოფად დავძაბოთ და ჩვენ უნდა მიზანს ნებისყოფით მივახციოთ. ბავშვი სწავლობს დაბადებიდან. ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლის პერიოდისთვის ბავშვს უნდა ქონდეს სასკოლო მზაობა, როგორ? სწორედ ესე, რომ ის სწავლობს იმ გამოცდილებით, რაც მანამდე მის გარშემო არსებობს. შესაბამისად, 6 წლამდე ბავშვი სწავლობს არა ნებისყოფით, იმიტომ რომ მას ნებისყოფა არ აქვს. ნებელობა ყალიბდება სადღაც 6 წლისთვის და 6 წლიდან იწყებს უკვე ძალიან სერიოზულ ფორმირებას, როცა უნდას მინდას გარდა ჩვენ ცხოვრებაში რჩება, ჩდება უნდა რეალურად. და 6 წლამდე ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევა არის თამაში. თამაშია. ჩვენ ამიტომ ეს ყველა მიცის ხო, ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, რომ შეიძლება ბავშვს რაღაცა ძალიან სერიოზული რამეები თამაშით ასწავლო. იმიტომ რომ მისი წამყვანი აქტივობა გარემოსთან ურთიერთქმედების არის თამაში. და სხვათა შორის დაწყებით კლასებშიც მასწავლებლები, გამოცდილი მასწავლებლები ამ თამაშის მეთოდებს იყენებენ ხოლმე. ბავშვი მანამდე თამაშით რადგან სწავლობს, ეს უნებლიე აქტივობაა და ბევრი რაღაცა იცის. ეხალისება მოწონს, მაგრამ როგორც კი სკოლაში შედის, იქ უკვე შემოდის უნდა. უნდა იჯდეს. უნდა უსმინოს. უნდა გააკეთოს. მითითება უნდა შეასრულოს და ვერ იგებს რატო როცა არ უნდა, რატო უნდა ქნას ეს. და ეს არის სწორედ ის დრამატული პროცესი, როდესაც ნებისყოფა იწყებს ფორმირებას. ეხა რა ფაქტორები მოქმედებენ დასწავლაზე და სწავლაზე? მე არ ვიცი თქვენ რა გამოცდილება გაქვთ, მაგრამ მე რასაც უყურებ ჩემს სტუდენტებს, არ შეიძლება რომ ამდენ ადამიანს კონდეს მუშამეხსიერება, ანუ ოპერატიული კომპიუტერს რომ მეხსიერება აქვს ეგეთი დაქვეითებული ახალგაზრდას და ყურადღებაც დაქვეითებული და ყოველი მეორე მეუბნებოდეს რომ მე ADHD-მა, კი გავიგე რომ მოდაშია. მაგრამ ძალიან კარგად რომ შეხედავ მართლა დაქვეითებული აქვს ცოტათი. ეს რისი ბრალია? აი გარემო ფაქტორები და რაღაცა ფაქტორები ჩვენ სწავლის და დასწავლის პროცესებზე მოქმედებს და მშობლებმაც და მასწავლებლებმაც გონია ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ. პირველი ეს არის გარემო და ფიზიოლოგიური ფაქტორები. ფიზიკურ ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვაზე D ვიტამინი, რომელიც რატომღაც ამ ზიან საქართველოში ყველას დაბალი აქვს, სიტყვაზე ვიძახი. ან TSH-ში, ანუ ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა, რადგან ჩვენ ენდემური ზონა ვართ და 1000 ეგეთი ნიუანსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს, ძალიან სერიოზული გამოფიტვა, დაღლილობის შეგრძნება და ასე შემდეგ. გარემოს დაბინძურებაზე და ეგეთ რამებზე ახლა არ ვლაპარაკობ, ჩვენ იმას ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, ახლა რას ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა საკვები, მე მართალი გითხრათ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რა სჭამ და რას ვარ ჩვენ არ ვიცით. მაგრამ რეალურად ეს საკითხები რისი გაკონტროლება ჩვენ შეგვიძლია, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რაც თავარია ძილი. ძილი დღეს მოშლილი აქვს თელ მსოფლიოს. ამაში დამნაშავე არიან გაჯეტები, ეს მუდმივი ეს ცისფერი გამოსხივება, ზედმეტი ჭარბი ინფორმაცია, ასე შემდეგ. ამიტომ ძილს არა მარტო ბავშვებში, არამედ დასრულებში ამ ძილის ჰიგიენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ფსიქოლოგიური ფაქტორები, რა ხელს უწყობს და რა ხელს უშლის ის რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ უფროსებმა, ვისაც შეხება გვაქვს ბავშვებთან. შემეცნების мотиваცია. ბავშვი არის ცნობის მოყვარე არსება.
მას შემდეგ რაც ფეხზე დადგება და გაივლის, მისთვის საინტერესოა ეს გარემო. ლაპარაკი არის ცხადია ტიპური განვითარების ბავშვზე. მან ეს გარემო უნდა გამოიძიოს, შეისწავლოს, ასე გაიგოს ბევრი რაღაცა და მერე იწყებს სხვათა შორის ლაპარაკს. მერე დაარქმევს უკვე სახელებს იმას, რაც გამოიძია და მერე უკვე სახელებით, ანუ სიტყვებით ინტერესდება და შემდეგ ინტერესდება ბევრი სხვა რაღაცეებით. ბავშვებს აქ ძალიან საინტერესო კითხვები, რაც ჩვენ ძალიან გვაღიზიანებს უფროსებს, უადგილას გისვავენ კითხვებს, არ აინტერესებთ დაუშვათ იქ რა კონტექსტია. ეს არის წასახალისებელი, იმიტომ რომ შემეცნების მოტივაცია ხელს უწყობს სწავლის მოტივაციას. თუ არა აქვს შემეცნების ინტერესი, დასწავლის ინტერესი არ ექნება. განწყობა, ჩვენ ახლა გადავალთ მექანიზმებზე და მინდა რომ სწავლისადმი განწყობა პოზიტიური არის მთავარი. რა არის ეს განწყობა, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ, რომ იქმნება სიტუაციისგან და სუბიექტური მოთხოვნილებისაგან. რა არის სუბიექტური მოთხოვნილება? მე უნდა მიყვარდეს შემეცნება და ეს შემეცნება არ უნდა ჩამიკლათ მასწავლებლებმა და მშობლებმა. მე უნდა მიხაროდეს გაგება რაღაცეების. ეს არ უნდა იყოს ჩემთვის დასჯადი, შენიშვნის მოცემადი, რავიმე არასწორი კითხვა დასვი, რა დებილობებს მეკითხები, რა დროს ეგ არის ეხლა როცა ჩვენ სხვა რაღაცას შვები და ასე შემდეგ. ეს კლავს დასწავლისადმი განწყობას და რაც მთავარია, თუ მე მაქვს ნეგატიური განწყობა და ჩვენ ვხედავთ ოდნავ მაინც თუ ბავშვს შეექმნა რაღაცა მიზეზის გამო შეფერხება სწავლაში, მორჩა. ეს არის ნეგატივიზმი სასწავლო პროცესის მიმართ, რომლის დაძლევა არის ძალიან რთული, ძალიან ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რომ პოზიტიური განწყობა თუ არ არის, ქცევა არ არის. ეს არის მთავარი ადამიანის ქცევის მთავარი მამოძრავებელი ძალა. თუ არ არის განწყობა, ქცევა არ განხორციელდება. და ამიტომ ჩვენ ვხედავთ ბავშვებს, რომელსაც აქვს სწავლისადმი ნეგატივიზმი, განსაკუთრებით კითხვისადმი მაგალითად, ან ვიღაცას მათემატიკისადმი, იმიტომ რომ რაღაცა ერთხელ არ გამოუვიდა, ამას მერე დაეწყო რაღაცა და აეწყო რაღაცეები და ჩვენ ვხედავთ ბავშვის განწყობის შეცვლას, დემოტივაციას და შედეგად რაც იცის და რაც შეუძლია, იმასაც არ აკეთებს. დასწავლისადმი მზაობაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე თემაა. ბავშვი რო სკოლაში შედის, ჩვენ ვამბობთ, რომ მზად არის თუ არა და პირველი კლასის მასწავლებლებმა იციან ეს, რას ნიშნავს მზაობა ბავშვის. ეს არ არის მარტო რომ იცის წერა, კითხვა და ასე შემდეგ. ნებელობა და ემოციური სფერო, აი სწორედ ეს თვითეფექტურობა და თვითრეგულაცია არის მთავარი და წამყვანი უკვე უნდა ქონდეს 6 წლის ასაკის ბავშვს. ზრდაგან ვითარებაზე ორიენტირებული განწყობა, ეს არ არის ჩემი ტერმინი, ეს არის Carol Dweck's ტერმინი და ეგრე ქვია growth mindset, ეგრე ეძახის. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი და განწყობა, რომ შენ გჯეროდეს, რომ თანდაყოლილი ნიჭის ბრალი კი არ არის შენ, რომ წარმატებები გაქვს. შენი შრომის შედეგია. და დააკვირდით ჩვენ როგორი განწყობა გვაქვს საქართველოში, რა ნიჭიერია, ესე ვაქებთ. რა ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია. არასოდეს არ ვაქებთ ჩვენ ბავშვს, რომ მე ვაფასებ შენ ძალისხმევას. შენ კი არ გამოგდის, მაგრამ ვაფასებ, რომ ბევრჯერ წადე და შენ ამდენი ნებისყოფა მოიკრიბე და დახარჯე, მე რა შეგეშალა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და შედეგად ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რაც მოცემული გვაქვს. იმაზე, რომ დღეს შეიძლება ეს მოცემული მაქვს და მე ვიმუშაო და ხვალ უფრო მეტი მომეცემა, ამაზე ჩვენ არ ვფიქრობ და ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი განწყობა, ზრდაგან ვითარებაზე ორიენტაციის განწყობა, რომელიც მასწავლებელსაც უნდა კონდეს, მშობელსაც და მერე ექნება ბავშვს. მიღწევის მოთხოვნილება, ყველას უნდა კაი ბიჭი, კაი გოგო იყოს. ყველას გვინდა ჩვენ ეს. ყველას გვინდა შეგვაქონ საზოგადოების განწყობა დადებითი მოვიპოვოთ და ეს მიღწევა, რომ მე ვიცი, როცა სკოლაში ვსწავლობ, დედაჩემს და ჩემ მასწავლებელს რა უხარია. თუ ვიღებ ძალიან მაღალ ნიშნებს, თუ კარგად ვიქცევი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მიღწევის მოთხოვნილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, რა საშიშროებები შეიძლება იდგეს
აი ამ მიღწევის მოთხოვნილების ექსპლუატაციის შედეგად. თვითშეფასება მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ყალიბდება სკოლაში, არის თვითშეფასება. მე კაი ბიჭი ვარ თუ ცუდი გოგო? რითი ყალიბდება? არა იმითი, რაც მანამდე ხდებოდა. მანამდე რა ხდებოდა? ინიციატივას რო გამოვიჩენდი და გარემოს რო ავითვისებდი და რო შემაქებდი. ჩემთვის ეგ საკმარისი იყო. აი ჩვენ ნახავთ, რომ სკოლის პერიოდში მთავარი არის კომპეტენტურობის განცდა. მე შემილია თუ არ შემილია? და თუ არ შემილია, როგორ შეიძლება რომ შემეძლოს? მნიშვნელოვანი ადამიანების მოლოდინები. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი სასწავლო პროცესში. რას ელოდებით თქვენი შვილისგან და რას ელოდებით თქვენი მოსწავლისგან? მოლოდინი პედაგოგის და მშობლის ადეკვატურ მოლოდინზე მაქვს საუბარი, არის გადამწყვეტი. და შტატებში ძალიან ისეთი არაეთიკური ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მართალი გითხრათ, მაგრამ შედეგი ჰქონდა ფანტასტიკური. ერთ-ერთ ესე იგი სკოლაში, აი ესე ჩამორჩენილი მოსწავლეების კლასში, აი სადაც ბავშვები დამატებით გაკვეთილებს იღებდნენ და მეორე კლასში შეიტანეს ინტელექტის ტესტის მონაცემები და მასწავლებელს უთხრეს იმ კლასზე, რომელიც ცუდად სწავლობდა, რომ მათ აქვთ მაღალი ინტელექტი ამ ბავშვებს და ვინც კარგად სწავლობდა, იმათზე უთხრეს, რომ დაბალი. ზუსტად 3 თვეში შეიცვალა სიტუაცია. ზუსტად 3 თვეში. ანუ მოლოდინი ჩვენი ამისგან მაინც არაფერი არ გამოვა. ნუ კაი ჯანდაბა იჯდეს ხელს ხომ მაინც არ გვიშლის ამ კლასში და რაც არის როგორც არის ესე იქნება და ასე შემდეგ. ეს არის დამღუპველი, იმიტომ რომ ყველა ბავშვში არის პლუსები, ისევე როგორც მინუსები, ისევე როგორც ჩვენში. და ჩვენ ზუსტად აი ამ დაგანვითარებაზე ორიენტირებული განწყობა როცა გვაქვს, ჩვენ ვცდილობთ ეს პლუსები გამოვიყენოთ მინუსების დასაძლევად, არა შესაცვლელად, ადამიანს ვერ შევცვლით. ეგ არის ზღაპარი. ფსიქოლოგები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ აი რაღაცა პიროვნება, არაფერი არ იცვლება. კონსტიტუციით ვიბადებით და იმით ვკვდებით. პიროვნული ნიშნები არ იცვლება. ოღონდ რა იცვლება, ნახეთ? აი განწყობის შედეგად შენი მინუსები შეიძლება ეხლა თუ ბავშვი არის ესეთი ძალიან მოუსვენარი და როგორ გითხრათ, აი ჩხუბზე გადადის და ეგეთი ფიცხი ტიპი, ეს სიფიცხე ჩვენ შეიძლება სწორი მიმართულებით წავიყვანოთ და იყოს ფიცხი დავუშვათ უსამართლობის და არასწორობის და ეგეთი რაღაცეების მიმართ და ისწავლოს, როგორ უნდა დაარეგულიროს ეს თავისი სიფიცხე და ფრუსტრაცია. ანუ იმედგაცრუება, წარუმატებლობის და შეცდომის დაშვების შიში არის მთავარი მტერი სწავლის. სწავლის მთავარი მტერი, ეს არის ჩვენი იმედგაცრუება და ის რომ მე არა მაქვს განვითარებაზე ორიენტირებული განწყობა, მე არ ფიქრობ, რომ ვერ ვისწავლი, იმიტომ რომ ერთხელ არ გამომივიდა, ორჯერ არ გამომივიდა და ასე შემდეგ. აი ეს არის ეხა რაც მოვყევი იმისი სქემა. მთავარი ფაქტორები, ინტერესი და ცნობის მოყვარეობა, რომელიც უდევს საფუძვლად ჩვენ დრაივს, ანუ ჩვენ ენერგიას, ანუ мотивაციას, რომელსაც ხდება სასწავლო გარემო სიტუაცია სიტყვაზე, სკოლაში, სახლში, მასწავლებელი როგორც ლიდერი, მასწავლებელი როგორც მოდელი და მასწავლებელი როგორც პიროვნება, იმიტომ რომ ბავშვის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი თუ სამი მნიშვნელოვანი ადამიანია, მშობლები და მშობლების მერე მასწავლებელი. ეს ცოტა ხანია და ეს უნდა გამოვიყენოთ. გარდატეხის ასაკის მერე მისთვის ავტორიტეტი აღარავინ აღარ არის სამწუხაროდ. ეს მერე ბრუნდება უკვე ქერო 30 წლისები გავხდებით, მერე გაგვახსენდება მასწავლებელიც, დედიც, მამიც და ასე შემდეგ. მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამითი, რომ განწყობა ჩამოუყალიბდეთ სწავლის მიმართ, დადებითი განწყობა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვერ აკეთებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დაბრკოლებები აქვს. და აი, დასწავლის ქცევა არ განხორციელდება, თუ არა მაქვს ეს განწყობა. და ნახეთ ამ დასწავლის ქცევაზე კიდე რეები ახდენს გავლენას, განვითარებაზე ორიენტირებული არის თუ არა უფროსები, მიღწევის მოთხოვნილების ექსპლუატაცია როგორ ხდება ბავშვის და თვითშეფასება
და თვითეფექტურობა, ანუ ჩემი რწმენა, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება და თუ არ შემიძლია, არ უნდა გამიუფასურდეს საკუთარ თავზე შეხედულება და ესეთი დასწავლილი უსუსურობა არ უნდა ჩამომიყალიბდეს, რომ თუ არ შემიძლია, ყველაფერი არ შემიძლია, ცხადია და ეს უნდა მივიღო ძალიან მშვიდად. დღევანდელ ბავშვს შენიშვნას ვერ მიცემ, ჩემ სტუდენტებს შენიშვნას ვერ მიცემ, მაგრამ ეგრევე ცუდად ხდებიან, ეგრევე ჩავარდებიან სტრესში, დეპრესიაში, ესე იგი მე ცუდი ვარ, ესე იგი მე არაფერი არ შემიძლია. ეს არის ჩვენი საზოგადოების პროდუქტები არიან ეს ბავშვები, იმიტომ რომ ლეგიტიმური ეს შეცდომა, წარუმატებლობა და ეგეთი რამეები არ არის. და თურმე რა ყოფილა ესე იგი დასწავლისთვის მნიშვნელოვანი ემოცია. ემოცია, ფრუსტრაცია ემოცია, იმედგაცრუება ემოცია. გაქეს ემოცია ვერ სწავლობ. დიდი ხანი დამჭირდა მე როგორც ნეიროფსიქოლოგს, რომ ამას მივხვდრე ვიყავ, იმიტომ რომ ჩემი განათლებით მე ვარ კოგნიტივისტი, ანუ ტვინის და აზროვნების და რავი, აი ამ კოგნიტური შემეცნებითი პროცესების სპეციალისტი ვარ. და დიდი ხნის განმავლობაში მეგონა რომ ეს განსაზღვრავს ყველაფერს. მაგრამ მივხვდი რაღაცა პერიოდში, როცა მუშაობდი ბავშვებთან, რომ რაღაცა მრჩებოდა. ანუ ის ეფექტი, როცა ამაზე ხდებოდა აქცენტი არ იყო და დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეფექტი ისეთ ბავშვებთან, რომელიც ვერ კითხულობს, ვერ წერს, რა ვიცი, რატო? ჩვენ ემოციით ვიწყებთ და ემოცია რა არის? სწავლა ძალისხმევის საშუალებით, ანუ დასწავლა. მან და მაინც სასიამოვნო პროცესი არ არის. ჩვენი თავები გავიხსენოთ რა მოგწონს, ეხა რო არ გინდა და მაინც რო უნდა იმეცადინო, არ მოგწონს, ხო? ანუ ეს მაინც არის უარყოფითად შეფერილი ემოცია, მაგრამ ნახეთ მოტივაცია როცა გაქვს, როცა შენ გაქვს ეს დადებითი განწყობა, ამასაც აიტან რეალურად. და ის უფრო მეტია, ვიდრე შენი უსიამოვნების განცდა. როცა გაინტერესებს, რომ გაიგო, შეიმეცნო, ინტერესი გაქვს და ასე შემდეგ და შთაბეჭდილება გინდა მოახდინო შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე, დედა იქნება იქ, მამა იქნება თუ მასწავლებელი, შენ ამას გადაიტან და შესაბამისად შენთვის ეს იქნება გამოწვევა და არა სტრესი. შესაბამისად ეს სულ ემოციებია, ნეგატივიზმი, ნეგატიური განწყობა, ის რომ აპათიაშია და არ აინტერესებს და ერთი სულიაკ როდის მოიშორებს ამ დავალებებს, ოღონდ ეხა კომპიუტერთან დაждდეს და კი ჯანდაბას ყველაფერს გააკეთებს, ეს ყველაფერი მოდის სწორედ იქიდან, რომ ემოცია არ არის ჩართული ამაში, უბრალოდ ემოცია ხელს უშლის. ემოცია ხელს არ უნდა უშლიდეს, არ უნდა უშლიდეს ნეგატივიზმი, არ უნდა უშლიდეს შიში შეცდომის დაშვების, სხვა ადამიანების თვალში ცუდი გოგოობის და ბიჭობის. ეს ყველაფერი ემოციებია, რაც ხელს გვიშლის. აი სწავლების პროცესი თუ არ არის საინტერესო და სახალისო იმისთვის, ყოველთვის საინტერესო კი ვერ იქნება, გეთანხმებით, მაგრამ როგორც პირველი ჩვეულებრივი პირობითი რეფლექსია. ცნობიერების გარეშე. თავიდან თუ დაინტერესდება და თავიდანვე თუ მოხდა, ასე ვთქვათ, აი ეს განწყობის ჩამოყალიბება, მერე იმას არაფერი ხელს არ შეუშლის ესე. არ უნდა ეშინოდეს წარუმატებლობის და შეცდომის დაშვების და ეს არის კომპეტენტურობის განცდის ჩამოყალიბების აუცილებელი გარანტია. ეხლა რა არის კომპეტენტურობა? ერიკერიkssonis განვითარების თეორიის მიხედვით, იმ ასაკის ბავშვები, ვისთანაც თქვენ შეხება გაქვთ, დაწყებითი კლასები და მე 6 წლიდან. 6 წლიდან ბავშვს, სულ დაბადებულ ბავშვს 3 წლამდე აქვს უსაფრთხოების განცდის მოთხოვნილება. უსაფრთხოდ უნდა იყოს. და აი უკვე ამასაკ მანამდე ბავშვს აქვს ინიციატივის გამოჩენის მოთხოვნილება, უნდა აითვისოს ყველაფერი, იმიტომ დარბის წინ და უკან დაიძვრება ყველაფერზე და ყველაფერ პირში უნდა ჩაიდოს, იმიტომ რომ გარემოს ექსპანსია გააკეთოს და ინიციატივა გამოიჩინოს. და აი უკვე 6 წლის ასაკში მისთვის მნიშვნელოვანია რა შეუულია და რა არა. გადალახავს ამ პრობლემას თუ არა, დაძლევს ამ სიტუაციას თუ არა. და აქ არის ორი მომენტი, თვითკომპეტენტურობის განცდა, რომელიც ახლოს არის თვითეფექტურობასთან და მეორე, არასრულფასოვნების განცდა. აი სწორედ ამ ცუდი ემოციების გამო. ეხლა როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ამ კომპეტენტურობას, ხო?
საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენის გარანტია ის არის, რომ ბავშვს კონდეს დამოუკიდებლობა. ჩვენ როგორ ვდით ჩვენ შვილებს? ვაიმე არ წაიქცეს, ვაიმე ხელი ამას არ მოკიდოს, ვაიმე ეს არ ქნას, ვაიმე მე ჩაგაცმევ, მე გაჭმევ, მე გასმევ, მე გაგიკეთებ, მე ასე გიზევ, არ შეიძლება. 2 წლიდან ბავშვი უნდა აკეთებდეს ამას თვითონ. აი ხო უცნაურია 2 წლიდან. რატო? 2 წლიდან იწყება ინიციატივის გამოჩენა. იცით ყველა მე ხო 2-3 წლის ბავშვი იძახის მე თვითონ და შენ გეშლება ნერვები, იმიტომ რომ ეხა ამის ნერვი არა გაქვს, რომ იმან იქ თხლიპნოს, იმან 1 საათი იცვას, ესე არ არის ჩვენი ცხოვრება მოწყობილი. მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ დამოუკიდებლად ცდილობდეს გაუმკლავდეს პრობლემას, ჩვენ მის მაგივრად არ ვაკეთოთ ყველაფერი. თუ არ გამოძდის, უნდა იცოდეს, რომ რო ცდის, ცუდი გოგო არ არის და ცუდი ბიჭი და ამით უყალიბდება აი ეს კომპეტენტურობის განცდა, რომ მას ის აკონტროლებს მეტნაკლებად ამ სიტუაციას და არ არის დამოკიდებული ვიღაცეებზე და ვიღაცეების კეთილნებაზე, თუ კეთილგანწყობაზე და თუ საჭიროა დახმარებასაც ითხოვს. დააკვირდით ჩვენ ცხოვრებას. ჩვენ ვითხოვთ აი ესე საქმეში არა, ფულს ვითხოვთ, კი, ეგ არ არის პრობლემა. მაგრამ დახმარებას არ ვითხოვთ. რატო? დებილი ხო არა ვარ? ეხა დებილი ხო არ ვეგონები მე ვინმეს? ბავშვიც ესე ფიქრობს, რატო უნდა ვითხოვო დახმარება? ეს ჩემი სისუსტეა. და აი აქ არის სწორედ ამ თვითკომპეტენტურობის ჩამოყალიბებით ის პრობლემა. მე ყოველთვის ყვები ამ ისტორიას, საბჭოთა კავშირში გაზრდილი ქართულ სკოლაში, ესე იგი, კაი გოგო ხუთოსანი და სულ ყველა გარშემო რო ხუთოსნები იყვნენ და მიღწევის მოთხოვნილება რომ მქონდა და არ შეიძლებოდა შეცდომა რომ დაგეშვა. და გეთქვა, არ ვიცი, ეგეთი რამე იყო კატასტროფა. ლონდონში ვარ, ძალიან მაგარი კონფერენციაა და სულ მამები და დედები არიან ამ კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის და გამოვიდა ეხა ეს ენი ტრიზმანი არის დედა მოკლედ მთელი ამ მეხსიერებების და იმეების და ყვება რაღაცა თავის ექსპერიმენტს მოყვა რაღაცეები და ვიღაცამ კითხვა დაუსვა რომ აიო ესო როგორ არისო ხო და ეს დაფიქრდა ოიო მაგაზე კი არ მეფიქრე ეგო არ ვიცი მეო დედა მე აი შოქში ჩავარდი ჩამოვარდი სკამიდან ოღონდ მართლა იმიტომ რომ ჩემთვის ეს ქალი რომელიც რამის რა ვიცი დედა იყო ყველაფრის იძახის რომ მე ეს არ ვიციო აი ეს არის ის განცდა რაც მე დამეუფლა რომ ეს როგორ შეიძლება და იმის მერე დავიწყე სხვათაშორის ფიქრი და ბევრი რაღაცა შევცვალე ჩემ ცხოვრებაშიც და ჩემს გარშემო ჩემი კლიენტების ცხოვრებაშიც ანუ ესეთი ადამიანი რომელიც ესე ფიქრობს რომ ეს არის სისუსტე თანდაყოლილია, მაინც არაფერი არ გეშველება, რაც არ უნდა ბევრი იმეცადინო, უნიჭო ხარ კაცო, არაფერი არ გიშველის. აი, ასეთი ადამიანი ნებისმიერ დაბკოლებას აღიქვავს როგორც სტრესს. და არა როგორც გამოწვევას. ჩვენი ამოცანა, რომ აღვაქმევინოთ ეს როგორც გამოწვევა, რომელსაც დაძლევს ან თვითონ, ან ითხოვს დახმარებას და იტყვის, რომ მე ეს არ ვიცი და დამეხმარეთ თუ შეიძლება. თვითეფექტურობა არის ადამიანის რწმენა იმის შესახებ, რომ საკმარისი რესურსი აქვს პრობლემის გადასაჭრელად და თუ არა აქვს, ამით გული არ მისდის, კაცო. და ამით არ უფასურდება და არ იძახის, რომ ვაიმე მე დებილი ვარ და არაფრის მაქნისი. რა რესურსიც აკლია და რაც არ შეუძლია, ამით მისი თვითშეფასება არ ეცემა და სულ მომყავს მაგალითი ბავშვებისთვისაც და დასრულებისთვისაც, როცა ჩვენ ქალები ვიყურებით სარკეში. იმისთვის რომ მაკიაჟი გაიკეთო. რატო იყურები? კაი ტიპი რო ხარ მაგიტო? მაკიაჟს რატო იკეთებ? რომ დაფარო რაღაცეები, ხო რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდე და ამითი შენ უფასურდები? ხო არ უფასურდები? შენ უნდა დაინახო ეს შენი მინუსები იმისთვის რომ დაფარო და ლამაზად გამოჩდე. აი ესე არის თვითეფექტურობაც. ამან არ უნდა გაგაუფასუროს რომ რაღაცეები არ იცი და არ შეგიძლია და ეს ბავშვს უნდა ვასწავლოთ. თუ არ ვასწავლეთ, ვერ ისწავლის. არ ისწავლის უფრო სწორად. ეხლა როგორ უნდა დავეხმაროთ, როგორც იქნა გადავედი. ესე იგი, ეხლა რა ქნას საწყალმა მშობელმა, რომელიც ესე იგი მილიონი პრობლემა აქვს
და კიდე ჭკუას ასწავლიან, რომ ასე არ უნდა ქნა, ისე უნდა ქნა და ასე შემდეგ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, არა ემოციური მხარდაჭერა. სკოლაშიც მასწავლებლის მხრიდან და სახლშიც მშობლების მხრიდან. რისთვის რო თვით ეფექტურობა, ანუ იმის განცდა, რომ მე შევძლებ და თუ არ შევძლებ, ამიტომ ცუდი გოგო არა ვარ. აი ეს ჩამოყალიბდეს. თუ ეს ჩამოყალიბდა, პრობლემა აღარ ექნება არასოდეს. სულ პატარობიდან დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, როცა აიძახის მე თვითონ, ჩვენც უნდა უთხრათ, რომ შენ თვითონ ეს ავითარებს ინიციატივას, აყალიბებს თვით მომსახურებას მარტო არა. აი ჩვენ რო ვიძახით, რომ 12-11 წლის ბავშვებზე რომ ვაიმე უკან დავდებ, ეხა კბილი გამოიხეხე, ეხა ესე ქენი, ეხლა ესე დაისხი, ეხა ესე გააკეთე, ჩემს გარეშე ვერაფერს ვერ შვება. აი იქედან იწყება და იქედან რო დაიწყება თვით ორგანიზება, ანუ აი ეს აღმასრულებელი შუბლის უნარები იქიდან ყალიბდება და მე აღარ არის პრობლემა. სრულიად არ არის პრობლემა. წაგებასთან და წარუმატებლობასთან გამკლავება. არ დავიღლები იმის ახსნით ეს რატო არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა ეგოცენტრულები ვართ, ხალხო ეგრე ვიბადებით. ჩვენ გონია ყველას და ფსიქოანალიტიკოსები ჩემზე უკეთესად ახსნიან ამათ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ცენტრი. ესე ვიბადებით. ეს არის ჩვენი ილუზია, რომელსაც ნელ-ნელა ვკარგავთ. ისე ჩვენში დარჩეს და ქევხედავთ აგერ საზოგადოებაში ზოგი ამ ილუზიას არ კარგავს და ნარცისებით არის ავსე. პრობლემა და ისიც პრობლემაა, რომ მტკივნეულად დაკარგო. ნახე ჩვენი ამოცანა აღზრდელების რა არის, რომ ისე დაკარგოს ამ ბავშვმა ეს ილუზია, რომ არ არის სამყაროს ცენტრი და ამ სამყაროში მის გარდა კიდე სხვა ადამიანებიც არიან, ასევე მნიშვნელოვანები, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიოს, აი ეს არის აღზრდის ამოცანა სწორედ. და შესაბამისად, წაგებასთან და წარუმატებლობასთან გამკლავება ამაში შედის სწორედ, რომ ყოველთვის ვერ მოიგებ, ყოველთვის პირველი ვერ იქნები, ყოველთვის ყველაფერი არ გეცოდინება. ეს უნდა უძახოს მნიშვნელოვანმა ადამიანმა, ოღონდ თვითონ უნდა ჯეროდეს. თვითონ არ უნდა ბრაზდებოდეს, რომ კიდე მაჩანჩალაა ეს მისი შვილი, კიდე ვერ გაიმარჯვა კონკურსში, კიდე ვერ აჯობა თავის კლასელებს და ასე შემდეგ. შენც უნდა გჯეროდეს ამისი. იმიტომ რომ ბავშვი ძალიან ჭკვიანია ხედავს ემოციურ დონეზე, რომ მშობელი რასაც მეუბნება, იმისი არ ჯერა. შეცდომის ლეგიტიმურობა. ჩვენ რამდენჯერ ქონია, ხო, ბავშვს ამეცადინებ და 100 ჯერ აუხსენი და კიდე რაღაცა საშინელებას აკეთებს. და გამოდიხარ ყველანაირი წყობიდან. მე კი ნერვიულობ, ცხადია, მაგრამ გვიან არის. ანუ ჯერ ბუტერბროდის მეთოდს, სენდვიჩის მეთოდს ვეძახით, ხო, ჩვენ ამას, რომ ჯერ ვეუბნებით, რომ ნახე ესენი რა კარგად გააკეთე. მაგრამ აი აქ ჩვენ არ ვეუბნებით, არაუშავს. ამას არ ვეუბნებით, ვეუბნებით, ვერ გააკეთე, არ გამოგივიდა. მოდით სადე კიდე, შეცდომაზე ვსწავლობთ. ჩვენ ვსწავლობთ შეცდომაზე. შეგიძლიათ თქვენი მაგალითიც მოუყვანოთ, რომ რაღაცები შეგეშალოთ, მერე გამოასწორეთ და მეორეჯერ აღარ გეშლებათ. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, ვერ ვისწავლით. ეს არის ცნობილი ფორმულა, რომელიც ბავშვებმა ასევე უნდა აითვისონ. ჩვენ შვიდად ვეუბნებით, რომ სკოლაში რისთვის დადეს, იმისთვის, რომ ისწავლოს, არ იცის, ხო და შეგიძლიათ მაგალითიც მოუყვანოთ, აი ველოსიპედი არ იცოდა, ისწავლა, კიდე რაღაცა არ იცოდა, ისწავლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან და მე ბავშვს აქ უკვე იმის განცდა, რომ არ არის ესე მთლად გაუფასურებული, თუ რამე არ გამოუვა. არ წაახალისოთ შეჯიბრი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ნიშნები არ უნდა დაუწერო და რაღაცა მეორე უკიდურესობებიც არ ვარგა, ხო? ბავშვი მაშინ ბამბაში არ ცხოვრობს. მაგრამ არ ვადარებთ ჩვენ ბავშვს, აი შენი კლასელი, შენი ბიძაშვილი, შენი დაძმა, აი შენ დაძმაზე მეუბნებია, რომ ისინი რა კარგები იყვნენ და ასე შემდეგ. შენ ყველაზე მაგარი უნდა იყო, შენ პირველი უნდა იყო, თორემ თუ არ ისწავლი მენაგვე იქნები და ასე შემდეგ. კარგი სამსახური უნდა გქონდეს და კარგი პოზიციები, რომ შენ იყო ბოსი და ყველა შენ გემსახურებოდეს. ასე ბავშვს ემატება შფოთვა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და თქვენ ელოდებით, რომც არ ეუბნებ, დედაჩემი მაგებს არ მეუბნებოდა, მაგრამ ხო ვხედავდი სახეზე რა მოწონდა. ეხლა მე კი ძალიან აუტანელი ბავშვი ვიყავი და ყოველ დღე საწყალე სკოლაში იყო, მაგრამ
ხო ხედავდი რა უხარო და კაი ნიშანს რომ მივიღებდი და მით უმეტეს როცა ეუბნები ბავშვს ფოთვა ემატება რომ იმ მოლოდინს არ ამართლებს და იწყება მერე ტიკი ენურეზი ენაბორძიკი რავი 1000 რაღაცა მუცლის ტკივილი რომელიც ყველა სომატურია და დადიან მერე ექიმებში და აღმოჩნდება რომ არაფერი ორგანული ბავშვს არ ჭირს ან იწყება პირიქით მე რაც ჭირდა ოპოზიციური ქცევა ჯინაზე შვება რაღაცებს აი ჯინაზე ოპოზიციური ქცევა ყველა ბავშვს ახასიათებს ეგოცენტრულობის გამო და თავის არიდების მიზნით რომ რაღაცეები არ ქნას და არ გაუფასურდეს მე მყავდა ბევრჯერ ყოფილა ეხა ბიჭებს ხშირად აქვთ დისლექსია უფრო მეტად ვიდრე გოგოებს და ხშირად უთქვიათ ჩემთან რომ მირჩევნია ვიყო ზარმაცი და მოიცადე აი ესეთი ბანდიტი ხულიგანი მასწავლებლების თვალში ვიდრე დებილი. ამიტომ ერჩივნა რომ ქცევა არეოდა კლასში, რომ გაეგდოთ კლასიდან რომ ამას არ წაეკითხა. ანუ ეს თავის არიდების აი ესეთი ოპოზიციური ქცევები ძალიან ხშირია სკოლაში და როცა ბავშვი კარგი ინტელექტის არის და როგორც წესი დასწავლის უნარის დარღვევების მქონე ბავშვებს ყველას კარგი ინტელექტი აქვს, ვერც დაუშვებ რომ ამან კითხვა არ იცის. ჩვენთან მოდიან ბავშვები მეხუთე კლასში რომ ჩვენ ვეუბნებით მასწავლებელს და მშობელს რომ ბავშვმა კითხვა არ იცის. აი ხო უცნაურია, მაგრამ ეგრე ხდება. სწორედ იმიტომ რომ ეს ეგრე ახერხებდა ზარმაცი და ჭკვიანი ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ბავშვის როლში ყოფნას. გამოყავით დრო თუნდაც კვირაში ერთხელ და შექმენით ისეთი სიტუაცია, სადაც არაფერს არ თხოვთ ბავშვებს. ჩვენ ხო როგორ ავართ ხო? მუშაობთ, ქვეყანა საქმე გაწერილი გაქვს, ესე იგი ვისაც მით უმეტეს რამდენიმე შვილი ყავს ხო საერთოდ და შენი ამოცანა რა არის რომ არაფერი არ გამოგეპაროს და ყველაფერი აკონტროლო ეს ქენი ის ქენი ეს გააკეთე ის გააკეთე მარტო ეს ესმის ანუ რაღაცა ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს კვირის განმავლობაში როცა თქვენ გაქვთ არამოთხოვნითი ველი უბრალოდ ერთად ქსეამოვნებთ ყოფნა კი ეს შეიძლება იყოს შაბათი ეს შეიძლება იყოს კვირა და ასე შემდეგ სადაც უბრალოდ ესაუბრებით და ეთამაშებით თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ უნდათ ბავშვებს მშობლებთან აი ესე უპირობო თუ ეს მაშინ ეს ვიცით რომ ეს არის აღზრდელობითი მეთოდი თუ ეს მაშინ ეს წინამდეგი არა ვარ მაგრამ მუდმივად ესეთი რაღაცა მე კარგავს ღირებულებას ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა ამოსასუნთქი ადგილი და დრო როცა უბრალოდ ველაპარაკებით უბრალოდ ვურთიერთობთ ერთმანეთთან ეხლა ახალისება ესე იგი ხოიდიდო მნათობის სახელიც არ ვარგა და არც ის არ ვარგა რომ არაფასებ შენ ხა ამის ზარ დიდი ამბავი რა ცოტა იმეცადინა და უფრო მეტი შეგიძლია შენ და შეაქე ცოტა უთხარი რომ ყოჩახ რა კარგად გამოგივიდა ხო შეიძლება რომ ეს გააკეთო ანუ ჩვენ არ ვეუბნებით რომ უფრა ნიჭიერი ხარ და რა მაგარი ხარ ჩვენ ვეუბნებით რომ ეს კარგად გამოგივიდა ანუ ეს საქმე მიხარია რომ ეცადე ნიჭიერი ხარ კი არა და ჭკვიანი და ყოველთვის რო ვერ იქნება ჭკვიანი მაშინ რა მოხდება შეუძლებელია ყოველთვის ყველგან ჭკვიანი იყო. ანუ ეს არ გამოგივიდა, კარგად გააკეთე, ჩვენ ველაპარაკებით საქმეზე, ანუ იმ ამოცანებზე, რომელსაც ისასრულებს, რატო? ისევ იმიტომ, რომ კომპეტენტურობა გავზარდოთ მასში. ბავშვის ინტერესის აღმოჩენა, აი ძალიან ხშირია, ხო კი? ბევრი მშობელი ბავშვს ეკითხება, სად გინდა, რომელ წრეზე გინდა, ტარება და სიარული და ასე შემდეგ და მე მშობელიც იმედ გაცრუებულია, იმიტომ რომ უნდება წასვლა რომელიღაცა წრეზე და მე ცოტა ხანში იძახის რომ არა აღარ მინდა. და იცით რატო იძახის რომ აღარ მინდა? ამ თვით კომპეტენტურობის პრობლემის გამო დაინახა რომ მასზე უკეთესად ჩვებიან ვიღაცაები და მტკივნეულია მასთვის ხშირად ხდება ხოლმე ესე. ან არის მეორე უკიდურესობა. ამას არ უნდა სიტყვაზე ჭიდაობა, ზატომ ამას უნდა სიტყვაზე. ან დედას უნდა მუსიკა, ამას არ უნდა და ასე შემდეგ. ანუ ინტერესის აღმოჩენა და წახალისება არ აქვს მნიშვნელობა რა. არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ვხედავდეთ იმას რა უნდა, იმას, მე კი არა.
ხარდაჭერა, როცა ბავშვი სხვას ადარებს თავს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ მშობლის როლი, რომ ხედავს, რომ ისინი უკეთესად ჩვებიან, ან მის წინ არიან იმ ცეკვაზე თუ იმ ხატვაზე და ადარებს თავის თავს და აღარ უნდა იქ სიარული, თავის არიდებას ვთილობს. აქ უკვე თქვენ ტექსტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? რომ ესე უცბად რომ არაფერი არ გამოდის, რომ იმათაც ამდენი იშრომეს, რომ ესე დაიხატათ და შენც შესაბამისად თუ იშრომებ, შეიძლება ესე დახატო და ასე შემდეგ. ყოველდღიური რუტინა. აი ყველაფერი ეს, რომ განხორციელდეს, თუ არის სრული არეულობა და ქცევითი პრობლემები, იმიტომ რომ მითითებას არ ასრულებს, ისტერიკას ტეხს, რა ვიცი მე, კიდე 1000 რაღაცეები და მთელი ენერგია მშობელს ეხარჯება იმაში, რომ აი ამებს გაუმკლავდეს, აღარ დარჩება დრო ამ აღზრდა, კომპეტენტურობა და ეგეთ რაღაცებზე, დადებითი განწყობების ჩამოყალიბებაზე, ფიქრზე. ამიტომ ყოველდღიური რუტინა არის ჩარჩო, რაშიც ჩვენ მოძრაობთ, სულ ყველა მთელ ოჯახში. ეს რა არის? რამდენიმე წესი, ბევრი არა, ბევრს ვერ დაიმახსოვრებ. სიტყვაზე ყველაზე აქტუალური რა არის? რა ვიცი, დილით ადგომის პროცედურა, ღამე დაწოლის პროცედურა, ეკრანის ასე ვთქვათ, შეზღუდვის პროცედურა, ну აი ძირითადად რაღაცა 3 მაქსიმუმ 4 წესი. ოღონდ ბავშვები ვერ იტანენ გაურკვევლობას. ისე ჩვენც ვერ ვიტანთ. აი წარმოიდგინეთ ახლა სადაც მუშაობთ, ხო? აი ადმინისტრაცია დღეს ერთი წესი კონდეს, ხვალ ცუთხასიაძეა სხვა წესი აქვს, ვერასოდეს ვერ იგებ. შენი ამოცანა, შენი რა ქვია რა ქვია იმას, სამუშაო აღწერილობა რა არის? დღეს ერთს გავალებენ. კაია. შფოთვა არ აგეწევათ? ხო აგეწევათ. აი ესე ბავშვიც, რომ დღეს რო ცუდ ხასიათზე ხარ და წაართვევ იმ კომპიუტერს და ხვალ რო კაი ხასიათზე ხარ და კაი მშობლის როლში რო გინდა ყოფნა და კაი ჯანდაბა ახლა კონდეს და არ არის თანმიმდევრული პოლიტიკა, დედას ფიქრობს, რომ დედა ძალიან მკაცრია და მამა ამ ბავშვს რა ეშველება, ეს ბავშვი საწყალი ისედაც შეზღუდვებშია და არ შეიძლება ამდენი შეზღუდვები, ესენი პირიქით უფრო ამძიმებენ ბავშვის ქცევის იმ თვითრეგულაციას, რაზეც ჩვენ მანამდე ვლაპარაკობდით. თავისით ქცევის რეგულაციას ადამიანი ვერ აკეთებს. რატო? შუბლი ჩვენი 21 წლის ასაკისთვის ამთავრებს ჩამოყალიბებას. ერთადერთი ორგანოა, რომელიც აღზრდას ექვემდებარება ჩვენ ორგანიზმში. დანარჩენი არაფერი არ ექვემდებარება, შუბლი ექვემდებარება აღზრდას. და ჩვენ ვართ ცოტა უშუბლო საზოგადოება ესე ჩვენში დარჩეს. წესი, რამე, ისა, თანმიმდევრობა, გეგმა, მიზანი, ნაბიჯები, ეგეთი რამეები ცოტა მოვიკოჭლებთ. და როდესაც ბავშვიც აი ამ ვითარებაშია, ვერ იტანენ მოულოდნელობას, არაპროგნოზირებად გარემოს, არათანმიმდევრობას, ეგრევე ერევად ქცევა. ეს რო არ მოხდეს, გვაქვს ძალიან კაფეო ჩარჩო. აი ხშირად მეკითხებიან მშობლები, რომ აბა ნებას ხო არ დავუთრგუნავ ბავშვს, თავისუფალი პიროვნება ხო უნდა გაიზარდოს. რას ნიშნავს თავისუფალი პიროვნება? როცა შენ აკეთებ არჩევანს, მინდასა და უნდა შორის, როცა შენ აკეთებ არჩევანს, შენ ინტერესსა და სხვა ინტერესი, ეს არის თავისუფალი არჩევანი. ოღონდ ეს შენი არჩევანია, ნახეთ? ჩვენ რას თავაზობთ? ჩვენ თავაზობთ, რომ მასთან უნდა იყოს შეთანხმებული სიტყვაზე. აი საეკრანო დრო 1 საათი გაქვს. 1 საათი. უნდა გამორთო. არ ვეჭიდავებით. თუ არ გამორთა, ხვალ არ გექნება. ოღონდ ეს უნდა შეასრულოთ. ეს არ არის ადვილი. ნერვი არ აგეშალოს, ის კიდე მთელი დღე იქ არის და არ ისწავლის, ნუ ისწავლის. არაფერი არ მოხდება. ხვალ რო არ მიცემ და ზეგ რო არ მიცემთ, ბავშვები არიან ძალიან პრაგმატულები, ჩვენზე ბევრად მეტად და ძალიან მატერიალისტები ამ ასაკში. შედეგი ლაპარაკი ლალა არ ესმის. ერთ ყურს შეუშვებს, ერთმა ბავშვმა რომ მითხრა ბიჭმა, დედამისი რაღაცა გავიდა მერე ცოტა ხანი, ამას რომ ნუსმენო მითხრა. ეზო ილაპარაკებსო და მერე გადაუვლისო. ანუ ეგრეა, ლალა არაფერია, ერთ ყურს შეუშვებს, მეორეში გაუშვებს. შედეგი აინტერესებს იმას, რა ექნება ამ მარჯვნივ თუ წავა, რა მოუვა და მარცხნივ თუ წავა, რა მოუვა. ეგ უნდა იცოდეს და უნდა მოუვიდეს აუცილებლად. თუ არ მოუვა,
ვერაფერს ვერ ისწავლის მისი შუბლი. ეგრე სწავლობს ჩვენი შუბლი, სამწუხაროდ. ამიტომ აი ეს კაფიო ჩარჩო თქვენი მხრიდან ძალიან მწუხარ საყვარელო არ ჩხუბობთ. შეთანხმება დაარღვიედათ. კი მინდა ამ კომპიუტერის მოცემა, მაგრამ ვერ მოგცემ. ხვალ არ გექნება. მოგადგება არ გექნება. სამჯერ იზავ, მეოთხეჯერ აღარ იზავს. ესე ვშვებით ყველაფერზე. ტანტრუმზე შუა მოლში რო გაწובה და ითხოვს ეს მინდა, ის მინდა, ისენი. კი 1000 მრჩეველი მოგადგება, ბავშვს რატო ატირებ, აგერ მე გადაგიხდი ფულს და არის ერთი ამბავი. ერთხელ მოლში ვარ, სად იყო? თბილისი მოლში. აი, გარშემო ბევრი ხალხია და მესმის განწირული ცივილკივილი. და მოვუტრიალდი რას ხედავ, ესე იგი გოგო, პატარა 4 წლის გაწევლილია ესე და ისე კაი კონცერტს ატარებს დრამა ქვინია ნამდვილი. და ეს დედა საწყალი, აი საწასული, აღარ გარშემო ხალხი დახვეული, ჭკუა რა არის შენ დედა ხარ, ატირებთ ამ მივედი, მეოთხე გაიწერთ ეხა თუ შეიძლება მეოთხე დაანებეთ, აი დედა ნამეცადინები იყო და სწორად იქცეოდა. დაანებეთ მეუთხარი ამ დედას ეხლა თავი თვითონ იცის თავიშვილის ამბავი. შენო ვიღახარო მითხრეს. მოკლედ, ესე იგი ვიბრძოლეთ მე და დედამ, დავინიშნეთ, რომ 1.5 საათი გაკაჩა, ცოტაა. სუსტი იყო. როგორც წესი 2 საათიანებიც არის ხოლმე რა. და რაც მთავარია, ნახეთ, არაფერი არ მოსდეთ ბავშვებს. არაფერი. აი რო გალურჯებული როა და როგონია რომ ეხლა საავადმყოფოში უნდა წაიყვანო, აი ესე უცბად გეგონება გამორთეს. და აი ესე გამოიხედება თვალებში, ვითომ არაფერი არ მომხდარა. ჩვენ რომ მაგდენი ვიტიროთ, ესე იგი ნამდვილად საავადმყოფოში ვიქნებით წასაყვანი. ოღონდ ნახეთ როდის წინააღმდეგები ვართ ჩვენ ბავშვის სტერილზე. აი საბავშვო ბაღში და სკოლაში რომ არ უნდა დარჩენა, ნახეთ? და რო ტირის. ამის წინააღმდეგი ვარ რომ ვატიროთ. აი ხო უცნაურია. ხო ვითომ ისიც კაპრიზია, არ არის კაპრიზი, ის არის შფოთვა სეპარაციის და მართლა პანიკური შიში აქვს. მართლად კივა ეს მუცელი და თავი ამ სკოლაში, იმიტომ კი რომ სკოლა ცუდია, უნდა წასვლა, როგორ არ უნდა? ან საბავშვო ბაღი, მაგრამ არ შეუძლია ამ დედის გარეშე დარჩევნა. ამიტომ იქ სხვა სტრატეგიები გვაქვს, ხა ამაზე არ ვილაპარაკეთ, უბრალოდ აქ იმის ჩვენება მინდოდა რომ ჩარჩოს და წესებს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის აღზრდაში. ისეთი წესები აირჩიეთ, რომლებიც პრობლემური ქცევის პრევენციაში დაგეხმარებათ, რო გადატრიალდება ურემი, მერე აზრი არ აქვს. მანამდე იცით რომ ისტორიკას ტეხავს სიტყვაზე, დაძინებაზე. უნდა გქონდეს აი ეს დაძინების რიტუალი, თუ რა ვიცი რაცა. მოსყიდვაც მოსულა. ოღონდ ესე არა, რო გააკეთებ ამას მოგცემ. უარყოფითი ნიშნით. თუ არ გააკეთებ, ეს არ გექნება. ამ ასაკში ვაჭრობა არ არის პრობლემა. საშინაო დავალების მომზადება. აი მშობლის თავარი, ასე ვთქვათ, როლია თითქოს და არ არის ეს თავარი როლი სხვათა შორის. რომ მშობელმა დავალებები აკეთებინოს ბავშვს და არც იმის მომხრე არა ვარ, რომ ვერ გავიგე მეორე კლასელ ბავშვს რეპეტიტორი რატო უნდა ყავდეს? აი რატო? ანუ ნახეთ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობის შესაქმნელად ეხლა თავისი ოთახი შეიძლება არ ქონდეს, თავისი კუთხე აუცილებლად უნდა ქონდეს. კომფორტული თავისი, რომელსაც თავის ადგილს დაარქმევს, საშინაო დავალების შეთანხმებული დრო, ანუ როდის უნდა გააკეთოს, ვეკითხებით რომ, აბა როგორ გირჩევნია, ჯერ ისადილებ და მერე რაღაცა და მერე ითამაშებ და მერეც გააკეთებ თუ ჯობია რომ წავიყვანოთ იქითკენ რომ ჯერ უნდა გააკეთოს და კომპიუტერი მერე ექნება. ანუ ჯერის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არჩევანის მიცემა, მათემატიკას გააკეთებ, ჯერ ხო იცი, რომელი უფრო ურჩევნია და თავაზობ, მათემატიკას გააკეთებ ჯერ თუ ქართულ სიტყვაზე. თვითონ ირჩევს და თვითონ აკეთებს. მე აქვე ვარ, არ უზიხარ გვერდზე, პირველ კლასელიც რო იყოს, აქვე ვარ, თუ მე ვიცი რომ შენ ყოჩაღი ხარ და მოახერხებ, თუ ვერ მოახერხებ, აქვე ვარ და შემეკითხე და გეხმარები. არ დაუჯდეთ, ანუ და მისმაგივრად კიდე დავალებები არ მინდა რომ აკეთოთ და თუ შეცდომას უშვებს, არ გაღიზიანდეთ, იმიტომ რომ შეცდომებს უშვებს ყველა. არ შეადაროთ ხვებს ეს უკვე ერთხელ თქვი და თავის თავს შეადარეთ. ნახეთ წინა კვირას
არ გამოგდიოდა ასოების გამოწერა, ეხლა ნახე რა კარგად ახერხებ. წინა კვირას რაღაცა არ გამოგდიოდა, ეხლა თავის თავს ვადარებთ. თუ ბავშვმა ვერ გაიგო დავალება და რამდენჯერმე გიწევთ ახსნა, აი ადვილია ძალიან ყოველდღიურ ცხოვრებასთან და მის გამოცდილებასთან ესე აუხსნათ და ესე ბევრად კარგად ესმით და თუ უჭირს დავალების შესრულება და თქვენი დახმარება ჭირდება, აი ესე ზემოდან ქვემოთ არ ქნათ, ანუ მე შენი მასწავლებელი ვარ და ეხა გასწავლი. მოდი აბა ვნახოთ რა ხდება, აბა თუ გავიგებ მეც. ნახეთ, ბავშვისთვის თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა შვებაა, რომ დედაც კი იძახის, რომ ვერ გაიგებს და არ იცის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ან მამაც ხო, აი მამა ჩემი იყო ძალიან როგორ ვაფშე არ ურთიერთობდა ჩვენთან ეს მამა ჩემი. ანუ ეგეთი ტიპი იყო რა, ვერ აღგვიქვავდა, რომ ვაფშე ვარსებობთ და მერვე კლასში დაგვინახა. ой, გაზდილანო. ხო და აი ნახეთ, მიუხედავად ამისა, მისი როგორი მადლიერი ვარ რითი, რომ მათემატიკა მიჭირდა და ის მაკეთებინე ველოდებოდი ხოლმე იმას და ნახეთ, აი ესეთი ადამიანი, რომელიც ვერ ამჩნევდა თავის შვილებს, იმიტომ რომ არ იყო მისთვის საინტერესო, აღმოჩნდა რომ იყო ძალიან მაგარი პედაგოგი, რომ მოვიდო და მეუნებოდა რომ მელოდებიო და მოდიო, აბა ვნახოთო, მეც კი არ ვიციო. მეც კი არ ვიცი, მოდი ლოგიკურად გამოვიყვანოთ ეს ამბავი, მე ხო არ ვიცი ესაო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა მკურნალობა იყო ჩემთვის. იმან ჩამომაყალიბა სხვათა შორის დედაჩემს ეგ არ უქნია. თუ საერთოდ საერთოდ არ ერეოდა ამ ჩემს სწავლაში და კომპეტენტურობის განცდა, რომელიც დღეს მე მაქვს, არის მამაჩემის დამსახურება. აი ეს მაგალითი მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, რომ ჩვენ რას ვეუბნებით ბავშვს, რომ მოდი ვცადოთ რა გამოგვივა, აბა ვნახოთ. ის კი არა რომ მე შენ გასწავლე და მე რამდენჯერ უნდა შენიშვნა და დაუშვო, შენიშვნა მოგცე, ხო? შემეცნებით ინტერესები წავახალისოთ, ბავშვი ძალიან ცნობის უკვდება, კითხვას აღარ სვავს. მე ვიცი ძალიან ბევრი სიტუაცია, როცა აღარ სვავს ამ კითხვას, არც მასწავლებელთან, არც იმასთან, რომ არ უნდა რა ცუდი ტიპი გამოვიდეს, იმიტომ რომ ხედავს რა, რომ მობეზრებული აქვს ეს მაგის კითხვები. საინტერესო გადაცემები შეიძლება ერთადაც უყუროთ, აი ეს ძალიან კარგია ხო, ეს სხვადასხვა შემეცნებითი გადაცემები, მე განიხილოთ და იმჯელოთ აი კვანტებზე და ეგეთ რაღაცებზე აინტერესებთ ბავშვებს მაგალითად. საეკრანოდ რომ აუცილებლად დააწესეთ, ეს ცხადია შედის ამ ჩარჩოებში, დღეში 1 საათს არ უნდა აღემატებოდეს და 2 საათი შეიძლება მიცეთ უკვე 6 წლის მერე ბავშვებს დასვენების დღეებში. გააკონტროლეთ შინაარსი აპლიკაციები არსებობს. ეს არის თქვენ ვერ წარმოიდგენთ ისეთი რაღაცები შეუვლიათ ბავშვებმა შევიდნენ ნახონ რა ვიცი ჩაეწერონ, თქვენი აკაუნთი გამოიყენონ, რავი 1000 რაღაცაებს შვებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აკონტროლოთ. მომუშავე და დატვირთული მშობლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ესე არა რომ დაუშვათ, გინდა თუ არა რაღაც ზვირადღირებულ სადმე წავი. აი უბრალოდ ექსკურსიაზე, უბრალოდ გარეთ, უბრალოდ სადღაც. ეს ყველასთვის კარგია, მეუღლეებისთვისაც, ბავშვებისთვისაც. ამისთვის ყოველთვის უნდა დავიტოვოთ დრო, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა. ძალიან და დრო გადის და მე უკანა ვერაბრუნებ იმ დროს, რა დროც გინდოდა რომ გაგეტარებინა შენახლებლებთან. მიაჩვიე თვითონ აირჩიო საკითხავი, მოდი აირჩიე შენ თვითონ და რასაც აირჩევ გიყიდი. ერთადაც შეგიძლია წაიკითხოთ. აი ხანდახან მშობლები უძალიანდებიან ბავშვებს, რომ არ წაგიკითხავ, წაუკითხეთ. რა მოხდა? წაუკითხეთ და უთხარით, რომ მოდი ხა ეს 2-3 ფრაზა შენ წაიკითხე. ვისაც არა კითხვის ინტერესი, მცირე კომიქსები ხა მოდაშია, უყიდეთ და ერთად წაიკითხეთ. აი ეს არის სულ ძალიან ბევრი ვილაპარაკე და დაგყავი. ეხლა დავჯდები.